პავლე მოციქული ამბობს, რომ ჩვენ რწმენის მიერ შევიმეცნეთ, რომ ღმერთმა სამყარო არაფრისაგან შექმნა. მეცნიერება როდის მივიდა იქამდე? აი გიადვალი ამბობს, რომ კითხეს, რომ დიდ აფეთქებამდე რა იყო? აი გიადვალს პირდაპირ ეკითხე, რა იყო დიდ აფეთქებამდე? გიადვალი არ ვიცი როგორ ცხოვრობს რელიგიურად. მე არ მინახია ეს ეკლესიაში და არ ვიცი, მაგრამ პირდაპირ პასუხობს, დიდ აფეთქებამდე არაფერი იყო. არაფერი. ნახეთ, 100 წლის წინ კაცობრიობა რამდენი ხანი არსებობს? 100 წლის წინ მივიდა იქამდე კაცობრიობა, რომ სამყაროს შექმნამდე არაფერი იყო. და არც დრო და არც სივრცე. გესმით, არაფერი იყო, არც მატერია. ბიბლიაში მოსე როდის იყო აიმედე? როდის იყო მოსე? 1000 წლეულები. მოსე წერს უკვე, რომ ღმერთმა სამყარო არაფრისგან შექმნა. მერე მაკაბელთა წიგნში პირდაპირ წერია ესე. ღმერთმა რომელმაც სამყარო არაფრისგან შექმნა. და მერე პავლე მოციქული იმეორებს, რწმენით ვიცით, რომ ღმერთმა არაფრისაგან შექმნა მთელი სამყარო. არ არის საოცრება. კიდევ ერთ საინტერესო. ეინშტეინი ამბობს, რომ მატერია არის შედედებული ენერგია. იმიტომ რომ დღესთან ვინც ელემენტარული ფიზიკის რაღაც პოპულარულ დონეზე იცის, რომ ამ სიმაგრეს საფუძველი არ აქვს. არაფერი არ არის აქ მაგარი. ეს არის რაღაცა ატომების ურთიერთ დაძაბულობა და თვითონ ატომიც აბსოლუტურად პრაქტიკულად სარიელია. ამ სიმაგრეს საფუძველი არ აქვს, მაგრამ ატომაც მაგარია. უცნაურია. გონებისათვის ბოლომდე მიღწევა მიწვდომადი ეს არ არის. და ამიტომ ეინშტეინი სწორი ამბობს, მატერია არის შედედებული ენერგია. გადასარევია. მაქსიმე აღსარებელი მერვე საუკუნეში ამბობს, რომ მატერია არის ღმერთის მიერ შექმნილი ენერგია, არ არის საოცრება. აი ეს რამდენიმე მაგალითი მოვიყვანე იმის დასტურად, რომ რწმენა არის შემეცნების ერთ-ერთი ორგანო, რომელიც მეცნიერულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებასაც კი უსწრებს, ზოგ შემთხვევაში რაღაცები აქვს შემეცნებული ისეთი, რაც მანამდე უკვე ითქვა და რაც დაფიქსირებულია. და აღვლაპარაკობ იმაზე, რომ მან იცის ადამიანური, ქრისტიანული ადამიანური ანთროპოლოგია, ანუ რა არის ადამიანი. დამერწმუნეთ რა, ვინც აი ამას გაეცნობა, უბრალოდ აღფრთოვანდება. ვერც ერთი ბიოლოგი და ვერც ერთი ფსიქოლოგი და ვერც ერთი სოციოლოგი ისე კარგად ვერ აღიწერს ადამიანი თუ რა არის ადამიანი, თუ არა როგორც ქრისტიანობა. ეს საოცრება, აი მთელი ეს 2000 წლოვანი გამოცდილება ადამიანის გამოკვლევისა, ადამიანის არსის გაგებისა, დადგენის, რაც წმინდა მამათა თხზულებებში ეს არის საოცრება უბრალოდ. ესეც სარწმუნოებრივი შემეცნება არის. თუ ქრისტიანობას ამ კუთხით შევხედათ, ამ კუთხითაც არა მარტო საინტერესო, არამედ პრაქტიკულად ძალიან დამხმარე იქნება კაცობრიობისათვის, თანამედროვე ახალგაზრდების.